მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. რუსთავი ორი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და ყველაზე სახალისო შოუს გააცინე და მოიგე. ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის, რომ აი ამ არაჩვეულებრივ სცენაზე აღმოჩნდეთ და გააცინოთ ჩვენი პატრიციული ჟიური, გააღოთ ჩვენი სეიფი და წაიღოთ თანხა. აი ამ ტელეფონის ნომერზე უნდა დავიკავშირდეთ, რომელიც ახლა ეკრანზე არის მითითებული. ახლა კი შევეგებოთ ჩვენს პატრიცემულ ჟიურის ნიკოლოზ არაბიძე და ალეხანდრო მალხაზიშვილი. როგორ ახლა? კარგად და დავჯდებით ბარი. დავძანდით. დავძანდით პატრიცემულო, დავძანდით და გამოვაღოთ კუპერსბერგის სეიფი გამოვაღოთ და ვნახოთ არის თუ არა თანხა. იჰა, არის თანხა. კუპერსბერგში, ჰა? კუპიურები. რა ფერი ის არის, ნიკოია. კუპერსბერგში კუპიურები, კარგია, კი ბატონო, კარგია. ჩვენი გადაცემის პარტნიორი გერმანული ჩასაშენებელი ტექნიკის წარმოებელი კომპანია კუპერსბერგი. აპლოდისმენტები მეგობრებო. ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია არსიკოლა და სიახლე არსიკოლასგან RCQ Orange, ახალი გემო არსისგან და რა თქმა უნდა, კლავაც თამაშდება 13 iPhone X-ი. ძალიან კარგი ტელეფონია და გითხრათ მეგობრებო, ამიტომ უფრო აქტიურად ჩაერთეთ გათამაშებაში და ასევე დარჩენილია კიდევ სხვა მრავალი პრიზები არსიკოლასგან. ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია, მინდა გითხრათ, მაღაზია დიუკანი, დიეტური და დიაბეტური პროდუქცია. აპლოდისმენტები ჭირდება ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა. და მეტი რა. ვინ დაგვრჩა და თუ არა სადღესასწაულო ცენტრი ლაიკი მეგობრებო, რომელიც მდებარეობს ჯიქიაზე. აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები, რატომ არ გიხარიათ დარბაზო? ჩვენი ცოცხალი აუდიტორია, რომელიც ყოველთვის გვესწრება და ამხნევებს ჩვენს მონაწილეებს. დავიწყოთ გადაცემა პატრიცემულო ჟიურის წევრებო და პირველი ადამიანი მინდა მოვიხმოს ენაზე, რომელიც სადღესასწაულო ცენტრ ლაიკის ოთახიდან ჩვენსკენ მოემართება. მივესალმოთ გიორგი როსტიაშვილი. ხშირად უყურებ ხოლმე თქვენს გადაცემას, მაგრამ არაფერს არ შეცვლით. მე მაქვს სხვა მრავალი ჟანრის ხუმრობები მიმოტანილი, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეცვლით გაცემა. გამარჯობა. როსტიაშვილი ამართლებს გვარს გაიროსტი აქ. და სულ რაღაც 5 წლის არის ჯერ, ხო? უკვე როსტი აქ. შენ გენაცვალე. საცხოვრებელი ადგილი ვერა. ვერა. ესეც ამართლებს, ანუ ვერაო. ვერაო. საქმიანობა უსაქმური ვარ. ვარ, ვიცი რომ გასწრებს იმენაზე. ვარ. აბარა. რაც შეცვლით საქართველოში ფეხბურთ. როგორ შეცვლით კალათბურთად ალბათ, ხო? რაგბად. რაგბად. იცართმევაზე დაიბას და მარჯვენა ხართ ეკართველები მოკლედ. ხო, აქ ჩვენიერი ტანდემია ის საყვარელი პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი, ემზარ კვიციანი და მიხეილ სააკაშვილი. ხო, ჩვენიერი. საძულველი საქმიანობა. ჭამა საძულველია? კი. მაგრამ გეტყობა გაძალებენ. ანუ გძულს ცხოვრება ფაქტობრივად. ცხოვრება. ჭამა. სუკი არ ვჭამ. რომელ ცხოველთან ან ფრინველთან გაიგივებდით თქვენს თავს? ცხენთან. ცხენთან რატომ? ცხენის წელში ვარ დაბადებული და ამიტომ. მართლა? დიახ. ეგ რომელი 1927? 2002. 2002 მშვენიერი. კიდე ყოფილა ცხენის წენი იმის მერე 1927-ის მერე. მშვენიერია. კარგია. კაი გიორგი, მადლობა და ნახვამდის, რავი, გავესაუბრეთ ადამიანს, მოგბრძანდებით შემდეგ ჩაწერაზე. მარტო გასაუბრებაში თუ კიდე 50 ლარს მოგცემ და დავიშალე. გიორგი, რას წარმოგვიდგენ დღეს? რას წარმოგვიდგენ ჩვენ ჟიურის წევრებს? რა ვიცი, ბევრი ასე თუ შერეული უმორი. შერეული უმორი, ძალიან კარგი. გამომარჯვე. დრო ჩავრთო პირდაპირ თუ შესავალის გაქვს? პატარა შესავალი. აბა პატარა შესავალი და ჩავთვალ დროს. მოდი ვნახოთ რუბრიკა ფილმებში მარტო ბავშვები რომ მონაწილეობდნენ. 3 2 1 ვატო, ჰარი პოტერ. აგერ შარვალში 5 სანტიმეტრიანი მაქვს. შოთა, შენ მოკალი გობლინი. ხვიჩა 1993, გოჩა ბუსუნა 1-2. სასწავლო ნაწილი არ გამოჩენილი და სადაიკარგება ხოლმე რაც. აქ ვერ გეთამაშები ხիր ხარ. ვა, ბურნუთ ლეგოსავი დაიყენეთმები. მე კაცი ვარ თუ სპანჯბობი. რაკენი გუდუნა ეს უცვლელი რჩება. ეს ბიატლონები. ბაბუა ჩემს იმხელა პირი აქვს კალათბურთის ფარად ხმარობთ. შეერმა კაცმა შეყარებულ სერენა და შეგნებულად სუდად უმღერა ბოშირო.
ალბურთის. ნიკას გაეღიმა. სოდუა, ბაბუა. ბაბუა ცოდოა. ნიკას გაეღიმა და 50 ლარი გაქვს. ვაგრძელებ თამაშს. კი. ძალიან კარგი. ვაგრძელებ თამაშს. შენ თუ კმაყოფილი ხარ გიორგი ახლა? თუ უფრო ადრე გეგონა რომ გაგიცინებდით. არა, უფრო ადრე არ მეგონა. აბა ის წინა ხუმრობები რა საჭირო იყო? იქნებ გაგეცინათ. როგორ? იქნებ გაგეცინათ. ნებათა გაქცინებოდათ. ეს ახალი ხუმრობაა, ჩაირთო თუ? არა. დღეს რაღაც აჟიტირებული. ავაგრძელებ ესენი თამაში. კი. თუ გინდა იგივე წაგვიკითხე. არა, ჯერ არა. მე ნო. მაინც არ მოგისმენია თუ გინდა იგივე წაგვიკითხებ. კარგი, ვაგრძელებ თამაშს, 100 ლარზე ვთამაშობთ ყურადღებით მეგობრებო, 3, 2, 1. ესა მშიერმა კაცმა შეყვარებულ სერენადა შეგნებულად სუდად უმღერა ბორში რომ გადმოესხათ. ქუთაისში მომღერალმა ფანებისგან მიკროფონი გადაწია და აწაპნეს. ტორიადორმა მოპარული წითელი ნაჭერი ააფრიალა, რამაც ხარის გააღიზენა ნაჭრის პატრონის. დედის წინ მორბენალ კვინს ჰუსეინ ბოლტმა გაასწრო. ბაბუა ჩემს იმხელა ნაბადი ქონა, ბებია ჩემიც მოიტაცა და ფარსუნ კაც გამოაყოლა. კოსმოსში მარტივე გამოიცანი მელოდიის თამაში. გაისმა მელოდია წკაპ ჩაკრულო. ის მელოდია ისევ წკაპ ჩაკრულო. მოცეკვავეს დაისის დროს გასმა დააუწყდა და პარტნიორთან ძუნძულით გაიქცა. დირიჟორს იმხელა ჯოხი ქონდა, გვერდზე ოთახში რუკაზე გერმანია აჩვენა. ფოთელი ბავშვის სიმღერა მაინც დამკვინა ამ ბოსის შვილმა, მაინც დამკვინა. ლალის ცინიკოსი მეზობლის სიმღერა. ჯუჯა ლალი. ქუთაისელი ვამპირის ბოლო სიტყვები პოლიციას არ ვემალები და მზეს საფერ დავემალები. ბაბუა ჩემა სიკვდილის წინ თვალები ისე დაატრიალა და დაიქოქა. გიორგი, ანუ ბოლოში გაგითავდა ხუმრობები, რომ არა, მქონდა, მაგრამ მაგიტომ გეუბნებოდი, რომ იგივე დაიწყე მეთქი, რომ ჩამჯდარიყავი ნორმალურად. ცუდად ხონდა დალაგებული. როგორ? დალაგებული მქონდა ცუდად. არა უშევ, თუ შემო. გინდა თავიდან ვქნათ. თავიდან დავალაგოთ, პრობლემა არ არის. აზრით. მე გიორგი მგონი, რომ უფრო სუსტი ხუმრობები ქონდა და არა დალაგებული. ვისაც ჩემი დალაგებული არა. იმის სუსტი ხუმრობები რა ვთქვა. კაი, რა ვიცი. გიორგი, გული არ დაგწდეს. ჩემო მეგობარო, წარმატებები მინდა. გისურვო კარგი აპლოდისმენტები. შენ და ფსიქოლოგია რა თქმა უნდა ხარ. დიდი მადლობა. გიორგი. კარგი ადამიანი. ამავედი გააცინდა მოიგეშინი, მართალია ფული ვერ მოვიგე, მაგრამ ძალიან უწევს ეს შოუ. ყველა დანარჩენი გამოსვლებს უსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. გავაგზავნოთ ჩვენი გადაცემაზე მეგობრებო. და შემდეგი მონაწილე, რომელიც საწყისასწავლო ცენტრ ლაიკის ოთახიდან ჩვენთან, აი ამ არაჩვეულებრივ სცენაზე მოემართება, გახლავთ პატივცემული მარსელინა ნასხიდაშვილი. როცა დრო მაქვს ყოველთვის უყურებ, გააცინე და მოიგეს. მე ვფიქრობ, რომ მოვიგებ, გააჩნია და თანხა უფალზეა დამოკიდებული, ამდენს მოვიგებ. მოგზავნით ხალბატონი მარსელინა დაგეხმარებით. მოგზავნით. ალბატონი მარსელინა. აკეთ მოგზავნით. გამარჯობა. გამარჯობა ხალბატონო მარსელინა. 72 წლის. რუსთავი და მძანევა. დიახ. მივესალმოთ. პროფესიით 20 წელი მასწავლებლად ვუშავდი საბავშვო ბაღში და გაიხარეთ 20 წლიდან თუ 20 20 წლის სტაჟი მაქვს. და რა პერიოდი იყო ეგ თუ გახსოვთ? რა ვიცი, დაახლოებით რომელი წლები? 2000 წლებამდე. 2000 წლები. 90-იან წლები ესე. 80-90. ოთახის ყვავილების მოვლა რატო არ გიყვართ? მიყვარს ხო წერია, მიყვარს ეს. გიყვართ. კარგია, ოთახის ყვავილები მეც ვიყვარს. მოვლის რა მოგახსენოთ? მაგრამ მიყვარს. კარგია ყვავილები. ბავშვები ცხოვრების ყვავილები. ხალბატონო მარსელინა, რა გვაქვს მომზადებული? მე მაქვს საკუთარი ლექსები. ანუ იუმორისტული ლექსები თუ უბრალოდ ლექსებია და ჩვენ უნდა გაგვეცინოს? ლექსებიც და რა ვიცი. ჯობია უფრო იუმორისტულს. სასაცილო უნდა იყოს. ხო, კარგი, რა ვიცი. კარგით, რა ვიცი, ჩვენ მზად ვართ. ხალბატონო მარსელინა. სასაცილო ჯობია. დიახ. თქვენთვისაც, ჩვენთვისაც. წესები ხო ვიცით? დიახ. დრო გვინდა ჩავხდოთ პირდაპირ თუ შესავალი გაქვს? არა, შესავალში მინდა ორი ლექსი ვთქვა. საქართველოზე და უფალზე. აი, დიდია ეს ლექსები, ძალიან დიდი თუა? არა, პატარებია ძალიან. კი ბატონო, მაშინ გაძლევთ უფრო. საკუთარი ლექსი საქართველოს.
ჩემო კოხტა საქართველო, ჩემო ტურფა მთაველო, დღითი დღე პატარადები ყიდიან მტკაველო, თამარის დროს ხომ ვიყავი 12 მილიონია, ახლა აღარ ვართ იცოდე, სულ 4 მილიონია, ვართ ერთმანეთის ლანძღვაში, დრო გადის ხოლო დავაში, შემოუძახოთ ერთმანეთ, თორემ გადავწყით გავაში, მოუხდოთ ვახტანგ გორგასად, დავისდათ ამ ქალსა, გადავარჩინოთ სამშობლო, სადამდე ვახელთ თვალსა. ეს იყო საქართველოში, ხო? დიახ. ეხლა ეხლა უფალზე. ნატრა მეორე ლექსი. ავანთე წმინდა სანთელი, ირგვლივ მოფინა ნათელი, იესო ქრისტეს გავანდე გულში, რაც მქონდა სათქმელი, შევსთხოვე, ჩემსა სამშობლოს გამრავლებოდეს ერია, ამშურლებოდეს ნატრა და სულ გაწყვეტოდეს მტერია, როგორც შინაური, ასე გარეული. გაიხარეთ ქალბატონო მარსელი. რავი, ღმერთ სამეული უყვარს და ერთ ლექსსაც ხო არ იტყოდით ვახო ბიჭიკაშვილი. არა, კი, ლექსებს ვამბობთ, კი. ახლა უკვე დროში. საჭირო არის კი. ახლა საჭირო არის რომ ჩვენს წამყვანს მიუძღვნათ ერთი ლექსი რომ კარგად წაიყვანოს ეს. ხო ხედავ, გამოვიცანი რა, გამოვიცანი. აბა გისმენთ, თუ დროში ეს ყველაფერი. დროშია. დროში. მაშინ ჩავთო. ჩართე ბიჭო ვახუშტი? კი ბატონო. ვახლა ბიჭი გაფუჭდი. არ ჩაუხდი. არ ჩამერთავ ჯერ. კარგი გამეორება იქნება, გამეორება ცოდნის დედა. ჩავთო, 3 2 1. ჩართე ბიჭო ვახუშტი, ვახლა ბიჭი გაფუჭდი. კარგი ვაშკაცი ბაჭია, ბიჭიკაშვილი ვახო, ისეთი მიმზიდველია, გვენატრება რომ არ ვნახოთ. ეხლა ალეკო მალხაზიშვილს. ბიჭო ვისი ხარ მალხაზი, ხარ მიმზიდველი ლამაზი. ეიცინე ორი ამბალი. გაეცინა ნიკას. ალბათო მარსელო. არ დავამთავრო მაგისი. თავი დროში და დაიჭეთ დროში მოიგეთ 50 ლარი უკვე. შეგიძლიათ გააგრძელოთ, არა, ეხლა შუაზე ხარ დავტოვებ მალხაზის. თავიდან დავამთავრო. ბიჭო ვისი ხარ მალხაზი, ხარ მიმზიდველი ლამაზი, ვისაც არ მოეწონები, მას გადაუსვი 9 ხაზი, ერთი შენთვის დაიტოვე. შენზე ამბობენ რომ ქალებსაო სატაცურივით იზიდავსო. მართალია თუ არა? არა? არა. ქალბატონო მარსელა. დიახ. მოდი დროში ვითამაშოთ. იქნება გაეცინოს შენს პატივცემულ ჟიურის და მოიგოთ თანხა. კარგი. 50 ლარი გავთ. კარგი, ეხლა მე მიუძღვნი ნიკა არაბიძეს. ჩავთო დრო. თუ დიახ. უნდა 50 ლარის წავ. ნიკა ვისი ხარ მალხაზი. ასე იქნება სავარაუდო. ქალბატონო მარსელა, ჩავთო დრო, ხო? დიახ, ჩართეთ. ყურადღებით მეგობრებოს. ანუ თამაშობთ 100 ლარზე. დიახ. კი ბატონო. 3 2 1. ნიკა არაბიძეს, ცისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას. კომედიის მეფედ მეფე არა გევხარ სხვას. დაგილოცავ მაგუბა დრო სიმთვრას და ხმას, ცისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას. აი რატომ არ გეცინებია? გილოცავ ქალბატონო მარსელინა 100 ლარი მოიგეთ. მადლობა. მოიგეთ ქალბატონო მარსელინა. წვეთ თამაშს თუ აგრძელებთ. არა, შემდეგი ვაგრძელი. ლექსი მინდა მიუძღვნა ალეკო მალხაზიშვილს. ხო მიუძღვენი, კიდე მიუძღვენი. ახლა მეც მინდა რომ ვითამაშო. გამეორება ცოტა. მირბის მიმავრე ზუგზოგლო ჩემი ალეკო. მალხაზიშვილი. კარგი. ჩავთო დრო. ანუ ვაგრძელებთ. ჩართეთ დრო. გადაწყვეტილება მიღებული 200 ლარზე ვთამაშობთ. ჩემი მოკლე ავტობიოგრაფია. და ბატონო? შესავალი გაქვთ, ხო? არა, ჩართე. 3 2 1. ჩავეთ. ჩემი მოკლე ავტობიოგრაფია. სულ ტყუილა დავამთავრე პუშკინის ინსტიტუტი, ახლა ილია საკუთნეს თავსა დამესხარეთი, ყველა ბაზარში შევყარე შკვიანისა და ცეტი, ვინც ამ დღეს ჩაგოგდო, მას დავცხო დიდი კეტი. არ გაიცინეთ არა? ბიოლოგიის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს. 1 მეტრა გველი და ზღაბი რო შევაჯეროთ ერთმანეთს, რას მივიღებთო და მავთულ ხართი მასო, ასე უთხრა. ვაი მე ჩავიწყდი თუ რა შეასაქმე. გაეცინა ნიკას და ალეკოს. 1 მეტრა გველი და ზღარი. ეკრანი არ ვწლეტავდა. ქალბატონო მარსელინა. ეხლა კარგი თანხა გაქვთ მოგებული უკვე 200 ლარი. ხო. ხომ არა იგივე? ეხლა ანეკდოტებზე გადავდივარ.
აი, არ გირჩევთ ანეკდოტებზე გადასვლას. თუ ესეთი რაღაც თქვენი იუმორი გაქვთ, მე-19 საუკუნისა და ნიკას არ ეცოდინება. დაიწყეთ და თუ ეცოდინება, მაშინ აღარ გააგრძელოთ თამაში. მე მოგცემთ ამის შანსს. აი, რავი, თვითონ აირჩიოს, თუ უნდა გააგრძელოს, თუ უნდა წაიღოს ხო, ეს თამაში. თქვენი მე არ მინდა რომ თანხა უბრალოდ დაგაგოს, ახლა, უბრალოდ მე ხომ მონაწილეების გველი ხარ და ზღარბის შეჯვარება ძველი ანეკდოტია ძალიან. ძველი ანეკდოტი? კი. მიხორო გაგზავნა ბაზარში ცოლმა? როგორ? მე როგორო? ქათმების საყიდრად. მე ასე ფასი არ ნოვთქვა? კაი, ნუ თუ აგრძელებთ, რავი, თქვენი გადასაწყვეტი ეგნებავთ, გააგრძელებთ, ნებავთ. ანუ ქალბატონო მარსელი. ყველა არ მათქვევინო, ბატონო ნუკა, უნდა გაიცინო იცოდე. არა, შეიძლება ტყუილად მაშინ სულ არ გამოგივიდეთ. მინდა გაგრძელება, დავამთავროთ აქვე და რა ვქნა ახლა ბა? თუ გინდათ აიღეთ 200 ლარი და ისე მოგვიღევით. ქალბატონო იმიტომ მარსელი. შეიძლება დაკარგოთ ეს თანხა. შეიძლება დაკარგოთ 200 ლარი არ არის ცუდი თანხა ნამდვილად. და შეიძლება აღარ გაეცინოს ახლა კარგია, არა. ჩართე. დააგრძელებთ. ვაგრძელებთ თამაშს. 3 2 1 მიხო შვილსა და რძალს დასასვენებლად ზღვაზე უშვებდა ყოველთვის და რძალმა ზანგი ბიჭი გააჩინა. შვილო, რა მოხდაო, როგორ გააჩინა? რა ვიცი, მამიო, პირველად მუცელო მეძრაო, ზანგს უყურებდი თვალებშიო და იმიტომ დაიბადა ზანგიო. შეშობელ ძაღლო, შენ რო გაკეთებდი ვირს უყურებდიო და იმიტომ გამოხვედი ვირიო. არ გაეცინო ნიკუშას? კარგი, ახლა სხვას ვიტყვი. სხვა მოყევ. გაქვთ დრო, გაქვთ დრო. ის ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური, ყველაზე უბედური არის ვირი, რომელსაც შვილები ვირი ჰყავს, ცოლი ვირი ჰყავს, დაძმა ვირი ჰყავს, დედმამა ვირი ჰყავს და თვითონ ვირი რჩება და ყველაზე ბედნიერი არის მამალი, რომელსაც ბევრი ცოლები ჰყავს და არც ერთი სიდედრი არ ახავს. კარგი, ახლა ტყუილა მაწვადე ბატონო ნიკა? დამატებითი დრო გაქვთ კიდე 10 წამი. 10 წამი? არა, ვაიმე. 10 წამში ხომ მოასწრებ გაცინებას ბატონო ნიკა? დასანანია. სამწუხაროდ ქალბატონო მარსელინა, მე გავფრთხილებდით რომ აგეღოთ კუთვნილი 200 ლარი, რომელიც თქვენ მოიგეთ და ძალიან ბედნიერი წახვიდოდით აქედან დარწმუნებული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ აღარ გაეცდა პატიცემულ ჟიურის და თქვენ ვერ მოიგეთ 400 ლარი და საერთოდ თანხაც ვერ მოიგეთ და ვერ გავაღებთ ჩვენი კუპერსბერგის სეიფი. ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ ახლა და აპლოდისმენტებით გაგაცნოთ ჩვენი დარბაზი. კარგად დანდებოდეთ ქალბატონო მარსელინა წარმატებებს გისურვებთ. კარგი გადაცემა გააცინე და მოიგე. მართალია თანხა ვერ მოვიგე, მაგრამ სხვა გამოცდილება უსურვო რომ მოეგო თანხა და აქედან გახარებული წასულიყო. ხანდახან ძალიან წდება ხოლმე გულის სამწუხაროდ პატიცემულ ჟიურის წევრებო, რომ ვერ იგებს ჩვენი მონაწილეები, ვერ იგებენ ჩვენი მონაწილეები თანხას, მაგრამ რას ვიზამთ? ამიტომ ვარ ხოლმე მე მონაწილეების მხარეს. სხვა კი არაფერი მამამზავებს. ანეკდოტებზე რო გადადიოდა უკვე კი ურჩიეთ, მაგრამ ეს თავის ლექსები საკუთარი კიდე სადაც იყო რაღაცეები და ეს ანეკდოტები ახლა ჩვენი გადაცემის პარტნიორია მაღაზია დიუკანი დიეტური და დიაბეტური პროდუქცია, შრის ბიოკატო უნიკალური დაბქვის ტექნოლოგიით, ფრანგული პროდუქცია დამზადებულია მეოთხე თაობის შაქრის შემცველობით. აპლოდისმენტები მეგობრებო. ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია გერმანული ჩასაშენებელი ტექნიკის კომპანია კუპერსბერგი, აპლოდისმენტები, რომელმაც შეგვიფუთეს ესე ლამაზად სეიფი და რა თქმა უნდა არსიკოლა თავისი სიახლეებით არის ჩვენს გვერდით და შემდეგი პარტნიორზე, რომელზეც ვსაუბრობთ, იმ ოთახიდან მოემართება ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ახლა აი ამ სცენაზე აღმოჩნდება. სადღესასწაულო ცენტრ ლაიქის ოთახიდან შემდეგი მონაწილე მოემართება, მივესალმოთ ზურაბ ნინიაშვილი. ალბათ რომ დავამატებთ, მაქვს სხვადასხვა სიტუაციები და სავარაუდოდ მაქსიმალურ თანხაზე არის. გამარჯობა ზურაბ. 18 წლის. დიახ. უკვე ხარ თუ გახდები? ვარ. უკვე ხარ. სწავლობ? კი. განათლება საკაიფო. დავამხრივ მაგრამ უსაკმური ვარ მაინცო. აი საძულული საქმიანობა ფულს რომ ვაგებო. ანუ ეხლა რომ წააგო ამ შემთხვევაში არის რომ წაგებ. წაგება და მოგება ძმები არიან მაინც. ხან წაგებ, ხან წააგებ. კარგი, რა ვიცი, ზურას წარმატებები მინდა უსურო მე, 18 წლის არის ჯერ და თემ ცხოვრება წინა აქვს და
და ნახოთ, აგერ დღეს რა მოხდება, დღეს ნახოთ. მომავალში წარმატებები მინდა გისურვო კიდე ნებისმიერ შემთხვევაში. ბევრი ხუმრობა გაქვს რა. არის რა. და რა სტილის ხუმრობებია? ბიატლონი. სხვადასხვა არის რა. ანუ სიტუაციები არის თავით. თუ გინდა ექსპერიმენტს შემოგთავაზებ, ერთი ხუმრობა ავიღოთ და ამ ერთი ხუმრობით 1000 ლარამდე თუ მიყვალ. სულ ერთ და იგივე რო იძახო. ერთი ხუმრობით? ანუ სულ ერთ წუთში ვიძახო ანუ ესე. ვიხილოთ რა, ითქვი ერთი ხუმრობა და დავიწყოთ განხილვა. კი ბატონო. არა, კარგია. არ გაწყობს. სანამ ბატონი ალეკოს, სანამ ბატონი ჟიურის წევრი ალეკო ბალხაზიშვილი რაღაცებს ლაპარაკობს თავისთვის, მე გეტყვი ესეთ რაღაცას. დავიწყოთ პირდაპირ თამაში თუ ნუ გამოაცხადებ რა ხდება სიტუაცია ცირკის დირექტორის თათბირი. ძალიან კარგი. ცირკის დირექტორის თათბირი. 3, 2, 1. მაგაკა, ნუ მაიმუნობ შევირიშვილო. ბატუტისტის სადა დაგაკლებ ხელფას. ლომ საჭმელი ისევ გაუთავდა ნანამზია შენ ხო თქვენ ხო იცით ჯეირანი ითამაშით ისევ? ნანამზია? ნანადამზიას მიმართა. პანდა რაშრება? მორჩა ხო ეგ? გიორგი შენზე გავიგე ტკბილი ენა აქვს და მედი აგერ გველისხრელია ეს დამოიყვანე რა. ეხლა გადასასვლელი ზებრის ფრაზები. ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი დამადგით წყალობა ყავით. მასტიმ გამაქვს ახალი წასმული და ფრთხილად გადადით რა. ჩემი ძმა კარტერი გაქვს გახეული. ეს წელი. ფუ, ბოზი. ტრუსიკი არაცვია. ღერძულა, რა, ადამ. ჩემი ბიძაშვილია იმ ფოტოზე, საღებ იმ ფოტოზე. ეს კოსმოსური იუმორია. ზებრა. ზებრაზე გაგეცინა. ზიობრა. ზებრაზე არა ზოგადად გამეცნა სიტუაციაზე, ხო ნელ-ნელა. რა თქმა უნდა. ხო არა, მეც ნიკას ვესაუბრებოდი. ის მზია და ის ვინ იყო ბოდიში, ანუ შემახსენე? ნანა. ნანადამზია. ანადამზი. ხო და ვინ იყვნენ ეგენი? ანუ ცირკის თანამშრომლები, რომელსაც უნდა ეთამაშ ჯეირანზე ვინ იქნებოდა? რეალური პერსონაჟები ხო არ არიან ეს ხო გამოგონილი? აი, რა ვიცი, 50 ლარი კაი თანხაა. შენერი თანხა 50 თან ლარი წაგება გილოცავ. გიყვარს, როგორც გიწერია აქ. რისკზეც წავიდეთ რა. აქ არ გიწერია რისკზეც წავალო. წაგება არ მიყვარს ეწერია და 50 ლარი გააქვს. გეუნებთ. ოღონდ დაგეწერა. წავალ ჩემი რამის. ანუ რა მაინტერესებს, თამაშობთ 100 ლარზე. კი. კი. გავაგზავნოთ მაშინ თამაში და 3 თქმა უნდა. ტყრის ფიქრები. ყვარი? ანუ შესავალი. კი ბატონო. ყვარი თუ სხვა. ტყრის ფიქრები, ხო? დიახ. დავიწყე. ყვრის ფიქრები. 3, 2, 1. სკერზე ჩახედვაც არ მინდა. ხო, კაი, არაფერი არ ჩააყაროთ თქვენ. ამ საქართველოს ხო ვერ ავწდი რა. ბიჭი არ ხარ შენ თავის მომკლელი. კიდე ამღრევა მინდა მე. ვიყოთ ახლა ესე და რიონი მაინც ყოფილი ყავი, პორტს მაინც გამიკეთებდნენ. ჩემი ძმა ჯართის ჩამბარებელი პუნქტი იქით არის, მე ბოთლებს ვიბარებ. არ იყიდო ეგ მანქანა დაძირულია. დინარე კი არა 1000 წული მანი ვარ სუფთა რა. სომეხმა ქორწილი იმდენად ვიწრო წელში გადაიხადა, რომ პატარძალიც კი არ დაპატიჟა. 70 წელს მულტიმილიონერმა ცოლს შეუსწრო საყვალთან ეს ის არ არის შენ ფიქრობ, მაგრამ სადღა გაქვს ფიქრის თავი. ფემინისტმა პატარძალმა საკუთარ ქორწილში თამადას უჩვილა სექსუალური ძალადობის გამო. თამადა კი აცხადებს, რომ მან მეფე პატარძალი უბრალოდ დალოცა, იხაეთ იბედრე და იმრავლეთო. ტელეფონი, ანუ ფურცელზე არ დაეპირა ტელეფონში გაქვს ეს. ანუ რაღაც ხრიკი იყო რა ისეთი, ხო? ჩვენ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც უსწორებთ თვალს თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიღწევთ. 100 ლარი მოიგეს უბრალოდ ბატონო. გილოცავთ. 100 ლარი. ეწვითავ თამაშს. ხო და იქნებ საინტერესო. რატო მეორე ტელეფონი არ გქონდა რომ მიაშვება. სამწუხარო რა. რატო ევროპაში აღარ არის კუხნები? სიმართლე გითხრა, რა ევროპაში ვიცი. აღარ არის კუხნები. ცოტა სუსტია. სუსტია. ცოტა სუსტია, მაგრამ იქნებ ძლიერები შეინახე მე 200-ისთვის და 400-ისთვის. დავაღოთ კუბერსბერგის ეიფი, რომელიც უკვე გააკეთა არაჩვენებელად. ხო, ეგ მაინც. თურა. მადლობა დიდი. გაიხარეთ ჩემო კარგო წარმატებებს და გავაცილეთ. გამოვედი ვითამაში მოვიგე, ძალიან სასიამოვნოა როცა იგებ და აცინებს ხვას და მოგონებს მადლობა უპეშპეშკს. ჩვენი გადაცემის პარტნიორზე მინდა გესაუბრო მაღაზია დუკანზე ბატონო ალეკო, თქვენ არ ვიცით ხსმენია თუ არა, ჯიკვანის ტკბილეულობა დამზადებულია ფქვილისა და შაქრის გარეშე. თუ იცოდეთ ეს? აბარითი. შემდეგი მონაწილეს მინდა უხმო სცენაზე, რომელიც სადღესასწაულო ცენტრ ლაიქის
ოთახიდან მოემართება არაჩვეულებრივ სცენაზე. შევეგებოთ ხურვალი აპლოდისმენტებით დავით გოგვაძე. კი, ძალიან მომწონს. გააცინო და მოიგე და იმას შევცვლედი, რომ პირველ გაცინებაზე 50 ლარს მაგიოთ უფრო მეც მოვაგებინებდი გამოჩვლელებს. ბევრნაირი ტიპის ხუმრობა მაქვს, არ ვიცი რომელი გაამართლებს, მაგრამ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ მოვიგებ 113 ლარს. წყვეტ. სპორტსმენ? ნეტ. არ ვიცი რომ სპორტსმენ. ინგლისურად ვისაუბრეთ. კაი, დავით, დიახ. მარტო ხარ? კი, 20 წლის. კი. მეუღლე ყავს? არა. ბავშვები? კი, ბებია? კი, ერთი. დედის მხრიდან, მამის მხრიდან. როგორც მახსოვს, დედის მხრიდან. ბებია გაგიბრაზდება სახში. მაშინ დავიწყოთ. მე რა ვიყავ? მთელი ინფორმაცია გავიგე, რაც კი მინდოდა გამეგო, ჩემო ნიკა. ზუსტად მაგის კითხოს ვაპირებდი მეც. ფეხი რა ზომა გაქვს? 45. შენით მიაღწიე? ზარმაცო. დამეხმარე. მარტო 45 გაქვს თუ ხუმრობ? 45. ზარმაცო, თუ არა შენი ხლის ბიჭები ვიცი 46-ია გუგობაკ. კარგით, მეგობრებო. გაქვთ კიდე რამე სასაუბრო პატრიცემულ? არაფერი შევწყვიდოთ დავით თამაში და დავით, რას წარმოგვიდგენთ დღეს? იგივეს. იგივეს, ძალიან კარგი. შვენიერი. შვენიერი ამბავი. წესები ვიცით? არა. არა? აპლოდისმენტები დამიგარი, წესები ვიხარი არა ვიცით. მოგეთ გვაქვს 5 წუთი, 5 არ არის მომგებიანი წუთი მინდა გითხრა პატრიცემულმა. პირველი წუთში თუ გააცნებ ჩვენს პატრიცემულ ჟიურის მოიგებ 50 ლარს, მეორე წუთში თუ გააცნებ ჩვენს არაჩვეულებრივ ჟიურის მოიგებ 100 ლარს, მესამე წუთში თუ გააცნებ მოიგებ 200 ლარს, მერე მოიგებ 400 ლარს და მერე თუ კარგად წავა ყველაფერი მოიგებ 1000 ლარს. ამჟამად რომელი გაწყობს? 200 საკმარისია ბიჭებმა უცბად გამომგზავნეს, რომ ფული 200 გჭირდება. საკმარისია, 200 საკმარისი. კი, მაგრამ აი მართლა მაინტერესებს 200 ლარი რაში უნდა დახარჯოთ ბიჭებმა? სახინკლე, ჯერ მაგრაკშია. პიცერია თუ სახინკლე? არა, სახინკლეა აუცილებლად. სახინკლე? ჩქმერული მიყვარს ძალიან. თუ ჩქმერული როგორცაა, მერე ანუ გრჩებათ ამ 200 ლარიდან. ტაქსის ბენზინს ჩაუსხავთ და გავისეირნებთ ალბათ. საითკენ? და ალბათ გლდანისკენ. გლდანისკენ. გლდანი მაინტერესებს ძალიან. და რაც დარჩება, არ ვიცი, ჩავიდებ ჯიბეში. გლდანი მართლაც საინტერესო, ნოისკით ესე. ერთგვარი მეგაპოლისია ქალაქშია. დიახ. კარგით. დავიწყოთ ესე იგი თამაში, შეგვიძლია თამამად, უკვე ვართ მზად, ყველანაირად შესავალი ხომ არ გაქვს? არა. შესავალი არ გაქვს. მაშინ პირდაპირ დავიწყოთ. დავიწყოთ. 3 2 1 რუსთავის წყალბურთელთა ნაკრები გასვლითი თამაშის დროს დაიხრჩო. ქეთის მაჩს ეძახდნენ, მაგრამ არ წყინდა, რადგან სინამდვილეში ნიანგს და ზღარბს გავდა. დაექსტაზებულმა მაშველმა წყლიდან 4 ადამიანი, 3 რვაფეხა და 2 დევნილია მოიყვანა. 15 წლის გვანცამ მთელი ზაფხული ბაბუასთან ერთად გაატარა და ახლა ის 14 წლისაა. გელი დიდხანს მსჯელობდა, რომელიც ხარი აერჩია და ჩაეძინა. მაღაზია მოკლებას მორჩენას ჯობიას მფლობელს 3 სახელი აქვს. მოდი ვნახოთ სიტუაცია გრიშა ონიანი ბორდელში. მეტი რა გიქნა, ხო არ გიხმარ, შეშობელს აღლო. მოდი ვნახოთ ბადრი შუბლაძეს სახლში. საყვარელო წყალი მომერა. აჰა. ნიკას გაეცინა. ჩემი დაჭერა და შვენი დაჭერა. თუ აპირებდი? სიძულს თუ აპირებდი, რატომ დამაჭერე? ვაპირებდი, ხო? 50 ლარი გაქვს. 50 ლარი. ვაგზალებთ უწყვეთ. იქნებ გლდანს თავი დავანებოთ და მარტო სახინკლეთი 50 ლარი. გლდანში გასეირნებოთ რომ თავი დავანებოთ. ერთსაც ვწდი. არაფერი არ იკარგება მაინც. ანუ უკვე ფული არ 200 ჩემთან ავიდა, ან ისე ვიქნებ დატრიალდება მაინც სახელმწიფოში მაინც ეკონომიკა. მე მგონი 1000 ლარს მოიგებ. აბა წავიდა მაშინ, ნახოთ. კი. 3 2 1 ქვილის ქარხნის დირექტორი ხანდახან ფიქრობს, რომ კოლუმბიელი ნარკობარონია. პატარა ნინო ფიქრობს, რომ პრინცესაა, რადგან მისი შეყვარებულები იყვნენ გიორგი, დავითი და პატარა კახი. გია სურამელაშვილის მძღოლი ყოველი შემთხვევისთვის არ აკრობს მანქანას კონცერტის დროს რამე რომ პატარა ჩეპე არ მოხდეს.
მართლა აი რამე რა დაუშვათ გია სურამბელაშვილის სიმღერაზე, ისეთი ცუდი სიმღერა იმღეროს, რომ ვიღაცამ ფეხზე გაიხადოს და ესროლოს. და მძღოლი რა შუაში. არ ვიცი, ეგრე ხდება ხოლმე საერთოდ. ხო. ვერ ჩაჭრია, არ ჩაჭრია. ვერ ჩაჭრია. ფოტოგრაფების ოჯახში რამოდენიმე შულს აჩენენ და შემდეგ იტოვებენ ერთ საუკეთესოს. ნიკას კრიმინალურ უბანში უთხრეს, რომ ლამაზი ქურთუკი ეცვა. გიორგის უხაროდა, მაგრამ უკვე ციოდა. აი, ფოტოგრაფები მომეწონა. გაიგივა ალექსას და მოიგო 100 ლარი დავითმა. ამჟამად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას 100 ლარად. ჩემი რჩევა არის, რომ 200-ზე წახვიდე. თუ გაითვალისწინებ ჩემ რჩევას. ჩავჭერი, როგორც იქნა, ბიჭო, რამდენი ხანი. როგორ დაგნებდა, ხედავთ, ახასთან როგორ დაკავშირებით. დაფიქრდა. 100 ლარი შეკრული 2-0-ით სასიამოვნოა, ასე რომ და 200 ლარი 7-0-ით. საინტერესოა. ვიულოცოთ. ანუ გადასაბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილება უწყბეთ. თქვენ თამაშდა იგებ 100 ლარს. პარა. მაშინ და გადავცეთ მილიონი 100 ლარი. მადლობელი, ჩემი კარგია. სანამ წახვალ ჩემო კარგო მეგობარო, მე უნდა გითხრათ ჩვენი გადაცემის პარტნიორის შესახებ, მაღაზია დუკანის შესახებ. ეს პროდუქცია გარდა დიეტურისა და დიაბეტურისა არის შეუსვლელი მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მაღაზია მდებარეობს კამერაზე. უბერსბერგმა მოგადმოგცა თანხა და შაქრის რაღაცა მიციკი. არ შაქრის შემცველობა RCQ ახალი სიახლეა. გავადანოთ. არ უნდა მეცემ. გადასცემენ. მადლობა. RCQ გაატაროს ნიკა, ეს არის შენ ჩვეულებრივი არსებობა. ისედაც გადმოგცემენ ჩემო კარგო. პარკის მიღმა. მოცემული სხვა. კი, გამიხარდა. ძალიან დიდი მადლობა. კარგად გზამდებოდეთ. დანკიშენ ვიდეოში. დიდი მადლობა წარმატებები. კიდევ ერთხელ დაამტკიცა გააცინე და მოიგემ, რომ უცბად რომ დაგჭირდეს ფული, შეიძლება შემოსეირნება, ფულის მოგება და რა თქმა უნდა, მადლობა უპერსბერგს, რომელიც ამ საშუალებას გვაძლევს. კაი ბიჭი იყო, თან ისე იყო რა, ვითომ აი უბანში იდგა და შემოიარა, მოიგო 100 ლარი გავიდა, ხო ეგრეა? კი ბატონო. ეგრეა. კი ბატონო. ბატონო ალიკო, ბატონობით ვარ თქვენ? დღეს კი. შევაფასოთ დღევანდელი გადაცემა. რა ვიცი, ნუ იმ ქალბატონზე დამწყდა გული. შეეძლო 200 ლარი წაიღო. ქალბატონი მარსელინა. საერთო ჯამში რა ვიცი, რომ გითხრათ ხუმრობა რომელი დამამახსოვრდა და მომეწონა. ეგეთი არ ვერ გახსენებ. ვიხსენებ, ასე რომ ვთქვა. ბატონო ნიკოლოზი? ნუ მეც მინდა დავეთანხმ ალეკოს იმაში, რომ ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ჩვენს ისტორიაში საუკეთესო გადაცემა. თან მე მგონი არ ვიყავით ძალიან კაცრები. არა, კაცებიც არ ვიყავით. ნუ ბოლოში მაინც დადებითად დავამთავრეთ და ბატონმა დავითმაც ესე დადებითი ადამიანი იყო და მხიარულ ნოტაზე დამთავრდა მაინც ჩვენ დღევანდელი გადაცემა და ხალბატონ თინაზე მეც გული დამწყდა ძალიან. ქალბატონ თინა თუ მარსელინა? თინა მარსელინა ერთი. თინა მარსელინა. ასე წერია. კარგი, დიდი მადლობა თქვენ პატიცემული ჟიურის წევრებო, დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის ყველა პარტნიორს და დიდი მადლობა რა თქმა უნდა პატიცემულ ცოცხალ აუდიტორიას. უღრმესი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენ რომ გვიყურებთ ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით ნახვამდის.